დღეს არის გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჯვრის მონასტრის ფართობზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მონაწილეობდნენ სტუდენტები და მოხალისეები. ასევე შეიქმნა პროექტი ტყის მასივის გაშენების შესახებ 31 ჰექტარი ტყის მასივის გაშენება იგეგმება ჯვრის მონასტრის ფერდობზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის შექმნაშიც მონაწილეობას მიიღებს საზოგადოება და კერძო სექტორი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მარიამ მესხი გვერდება ჩვენ პირდაპირ ეთერში ცხეთიდან, რომელსაც მივესალმებით. მარიამ, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, მოგესალმებით მეგობრებო და რა თქმა უნდა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს არის 5 ივნისი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. საქართველოს რა თქმა უნდა რომ მნიშვნელოვან თარიღს უერთდება, მსოფლიო კი 1973 წლიდან აღნიშნავს ამ დღეს. მათ შორის რა თქმა უნდა რომ საქართველოც. მე ვიმყოფები ახლა მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც 31 ჰექტარი ფართობის განაშენება მოხდება დღეს და აი ამ აქტივობაზე უფრო ცვლად ჩვენ შეგვიძლია რომ გავესაუბროთ ნათია იორდანიშვილს. ნათია, მოგესალმებით, ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ ამ პროცესს. რო გითხრათ აი ამ დღის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, რა მნიშვნელობის მატარებელია 5 ივნისი? მოგესალმებით, მე ვესალმები მაყურებელს და დღეს დიახ მსოფლიო ბუნების და გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა და ძალიან ბევრი წელია საქართველოს შეერთებულია და ყოველწლიურად ვცდილობთ რომ რაღაც ისეთი აქტივობებით დაიტვირთოს ეს დღე, რომელიც შეახსენებს ჩვენ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გარემო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობ და მეორე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ თავად ვიზრუნოთ მასზე და არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩართულობით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მოხალისეებთან ერთად, ტყის მეგობრებთან ერთად მცხეთაში, ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს გახლავთ საპროექტო ტერიტორია. აქ ჩვენ გვაქვს მომზადებული ტყის გაშენების პროექტი და ვიტყოდი რომ უნიკალური პროექტი, რადგან ამ ადგილზე ტყეს დააბრუნებს და არა მხოლოდ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, არამედ იმ მხრივაც რომ ის შეიქმნება სრულად საზოგადოების, კერძო სექტორის მონაწილეობით და ძალთა გაერთიანებით. დღეს რადგან გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკა აქვს და წელს დაუბრუნდა მსოფლიო ერთ-ერთ პრობლემას, რომელიც გახლავთ პლასმასის დაბინძურება, ჩვენ პირველ რიგში დავასუფთავეთ ეს ტერიტორია, საშინელება ხდებოდა, მინდა ვთქვა და სამწუხაროა რომ ჯერ კიდევ ასე ხდება, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, ამითაც შევეცადეთ რომ შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რამდენად დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ თავიანთ ქცევას, როდესაც გარემოში გადავაადგილდებით. თქვენ წეგან ახცეთ მოხალისეები. აი თქვენი დაკვირვებით რამდენად არიან ჩართული ამ ყველაფერში ჩვეულებრივი ადამიანები, მოხალისეები, ასე რომ ვთქვათ? ვიტყოდი რომ მოხალისეობრივი კულტურა ჯერ კიდევ განვითარების გზაზეა ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პლატფორმა ტყის მეგობარი, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვინდა რომ მივცეთ ყველას, ვისაც აინტერესებს ეს საკითხები, რომ ჩაერთონ ტყის აღდგენა გაშენების თუ ტყეზე ზრუნის სხვადასხვა ღონისძიებაში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მოხალისეების, ანუ ტყის მეგობრების რიცხოვნობა მზარდი იქნება ყოველწლიურად. და კიდევ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი წელს, თუ შეიძლება რომ ეს გითხრათ? ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჯვრის მიმდებარე ტყის გაშენება, აქ ღონისძიებები აქტიურად შემოდგომის სეზონზე, როდესაც ნერგების დარგვის სეზონია, მაშინ დაიწყება. პროექტით გათვალისწინებულია 25,000 ნერგზე მეტი ნერგის დარგვა ამ ტერიტორიაზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლების შემდეგ აქ მივიღებთ თბილისთან ახლოს კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს და როგორც უკვე ვთქვი, გარდა გარემოს დაცვითი და ისტორიული მნიშვნელობასაც სხვათა შორის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მყოფი ჯვრის მონასტრის მიმდებარედ, მას ექნება ასეთი უნიკალური დანიშნულებაც, რომ ის სრულად მოხალისეობრივად იქნება შექმნილი. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. მე კი ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობები და შევახსენებ, რომ დღეს არის გარემოს დაცვის დღე და ეს მართლაც რომ ყველას ვალია რომ იზრუნონ და ვიზრუნოთ ერთად ჩვენს გარემოზე. გემშვიდობებით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვალია ჩვენი რომ ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, რომ გქონდეს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, რომელიც აუცილებლად ყველას გვჭირდება უკლებლივ.